ლიმფოსტაზს თუ არჩენს ვინმე. ლიმფოსტაზი ეს არის სიმპტომი. ეს არის ლიმფურ სადინარებში ლიმფის დინების შენელება, შეჩერება. და აქ მიზეზი უნდა იყოს ყველა ვარიანტში. თუ მიზეზი არ ვიცით, აქ შეიძლება იყოს მიზეზი. ბევრი, აუ, ძალიან ბევრი. დაწყებული პარაზიტის მოხვედრით ლიმფურ სისტემაში და თქვა ეს სპილოვნება არის ესეთ დაავადება ცალფეხილობით ზომისა. შეიძლება იყოს აბსოლუტური პროცესები და რაღაც ქვეყანა რაღაცები. შეიძლება საშველი გამოსავალი რა არის? ანუ მიზეზი უნდა დადგინდეს და ეს მიზეზის მოცილებით იწყება პირველ რიგში. ამავე დროს ის როგორც ქვემო კიდურების ვენურ სისტემაში და ესეც სავარაუდოდ ქვემო კიდურებს ეხება, საჭირო არის ჩვენი კუნთების მუდმივ მოჭიმულ მდგომარეობაში ქონა. ანუ რატო ვეუბნებით ამ პაციენტებს, რომ იარონ ქუსლებზე. არა უცებეთ ძალიან ქუსლებზე, თუნდაც პატარა ქუსლზე, რომ ჩვენი კაჭის კუნთები სულ მოჭიმულ მდგომარეობაში, რომ ჩვენი ვენების და ლიმფური სადინებში წნევა 0 არ არის. და ამას ყველაფერს აკეთებს ჩვენი კუნთები, თავისი ამ შეკუმშვა გაშლით იწყებენ ასე ვთქვათ პერისტალტიკას ამ სიზარღვების. და ერთი პრინციპზია, ანუ ის როგორც ვენების პრობლემა ვისაც აქვს, რო შეგუბება ვარიკოზი, ეს მიზეზი არის ის, რომ დაბლებზე დადიან, რაც მათთვის არ შეიძლება. ხო, ერთ-ერთი შეკითხვა კიდე, რომ სულ ფეხზე ვდგევარ და რა უნდა გავაკეთო, რომ ვენები არ გამომივიდეს. ხო, ნუ პირველი ქუსლები ისე როცა კი დაჯდება ყველა ფეხების ზემოთ შემოაწყოს და რა ვიცი, იმოძრაოს. ხო, ნუ ეგ არის პროფესიონალი დაავადება რა, უმეტესად ვენური პრობლემა, შორის ბუასილიც გაფართოებული ვენა არის, ეს არის პროფესიული დაავადება, ემართება ცოლებს, მასწავლებლებს, ქირურგებს და ქვეყანა ის და პროფესიისადმი, ვისაც უწევთ დიდი ხნის განმავლობაში ფეხზე დგომა, ან ჯდომა, მათ შორის ამ ბოლო დროს აი პროგრამისტებსაც კომპიუტერის და ამიტომ ყველაზე კაი ვარიანტია ყოველ საათში ერთხელ რაღაც ადგენ-5 წუთი გაიარონ და ეს მოძრაობები ასევე ერთ-ერთი საშუალებაა. რახან ახსენეთ ამ ვიდეოშივე ჩაგეკითხებით ბუასილი, ვიცი ჩვენი მიმართულება არ არის, მაგრამ ხშირად მწერენ და ანუ თუ არის ჩვენ არ ვიღებთ ესეთ პაციენტებს, მაგრამ თუ არის რაღაც პროფილაქტიკური ან ბადი, არა, პროფილაქტიკა არის ცირკულაციის აღდგენა, ანუ სითხეების მიღება ისევ წყლის დალევა საკმარისი რაოდენობით, მოძრაობა, აქტიურობა და პლუს ნუ სისხლის თვისებები, რომ შენარჩუნებული იყოს, მათ შორის ისეთი ბადები, რომელიც სისხლის ფუნქციებს ინერციის უნარჩუნებს, თავის ფუნქციებს, სიზარს უნარჩუნებს, თავის ფუნქციებს, მათ შორის აზოტის ჟანგი შედის. აი ისევ და ისე რუკოლა, კაკაო, ვთქვათ, ხო? მე ბადს გეკითხები, ბადები ეს არის თუნდა ფორესტორი. ერთ-ერთი ყველაზე კაი, იგივე ითერნიტი ძალიან კარგია, მაგრამ ყველა ვარიანტში თუ ფიზიკური აქტივობა არ არის საკმარისი, მარტო ბადი არ არის ადეკვატური და მაინც ყველა ვარიანტში აქტიურობა არის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. ანუ აქტიურობა იაროს აუცილებლად. ყველაზე კაი ვარიანტი. თუ ზის იაროს, თუ ფეხზე დგას, ფეხები შემოაწყოს. ხო, ან როცა დაждდება ფეხების ზემოთ შემოაწყოს, ან იგივე გომის დროსაც თქვა კაჭის ყუნდა ფეხის წვერებზე დადგომა, ესეც საკმაოდ ნორმალურია, თუმცა ეს უშველის თქვა წვივების ვენებისთვის არის კარგი და თქვა სწორნაცვლავში რაც ბუასილი ხდება, იქ ნუ ცოტა უფრო თოლად იქნება საქმე. ბუასილი არ იკურნება პრაქტიკულად რატომ ოპერაციას რაღაცებს ხო აკეთებ? არა, არ იკურნება არაოპერაციული გზით. მაგრამ თუმცა არის ვითომ რაღაცა მაზები, რაღაცები თქო ცოტა შველის, მაგრამ თვითონ ბუასილი შეიძლება შველის რას ნიშნავს. ეს ბევრმა არ იცის. ბუასილი ეს არის გამობერილი ვენა. როდესაც გამოიბერება ვენა, შეიძლება ორგანიზმის თავდაცვითი ფაქტორები ჩართოს და აი ამ გამობერილი ვენა და თვითონ ძირითად ვენის ნაწილს შორის დაითრომბოს, თრომბი გაჩნდეს, რომ ორგანიზმი ხوارეცვეს არ გასყდება, სიზდენ არ დაიწყება. და რომ დათრომბავს, ეს ვენა გადაჭიმული არის და აი ეს გაჭიმვის გამო ტკივნეულია და უმეტესად ბუასილის უჩივის ტკივნეული ბუასილი აქვს, ეს არის მიზეზი. ამ შემთხვევაში ესე იგი ერთ-ერთი რაც შეიძლება აი რაც კრემებს რაღაცებს თუ მაზებს რაღაცებს არის ხალხურიო რაღაც მითხრეს ეს ყველაფერი იქნება მაგისკენ მართული ეს თრომბი დაშალოს რომ ეს გაბერილი ვენა ჩაიჩუტოს ტკივნეული არ იყოს თორე თვითონ გაბერილი ვენას უკან ვეღარას ვერ დაუბრუნებ თავის ადგილს ის ყველაში ქირურგიული მეთოდით იკურნება უნდა მოხდეს მისი ლიკირი ანუ გადაკვანძვა და ამის მოცილება ზედმეტი ნაწილის თუმცა ეს არის შედეგის მოცილება მიზეზი ამით არ ცილდება ის რამაც ეს გამოიწვია შეიძლება შემდეგში სხვაგან გამოიწვიოს და სურეციდივები ხო ამიტომ ვკითხეთ ანუ შეიძლება რომ სისხლის ხო პროფილაქტიკის მიზნით ქვეყნა ბევრი რაღაც გაკეთება სასურველი რომ არ გქონდეს რეციდივი და კიდე არ გაუჩნდეს აი ეგა მადლობა